23 და 8 ივნისს იტალიაში ქალაქ კატანძაროში გამართულ უშუს მე-17 საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა ბრწყინვალე ასპარეზა და სამშობლოში უდიდესი გამარჯვებით დაბრუნდა. ჩვენმა ნაკრებმა საერთო ჯამში 9 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საქართველოს უშუს სანდას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა სუმბულაშვილი და სპორტსმენი დავით დავითაშვილი. დილამშვიდობის, მადლობა მოგზაურობისთვის და გილოცავთ ამ წარმატებას ნამდვილად. დიდი მადლობა. რომ დავიწყოთ საუბარი, რა თქმა უნდა, ამ წარმატებით თუ როგორ ხდებოდა მომზადება, ჩართვა და როგორი იყო შედეგებს ყველა ვხედავთ, მაგრამ თავისთავად ამ შედეგების უკან ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომაა და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპორტის სამინისტროს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისის მერის სპორტის სამსახურს, რომ გვერდში გვიდგას და ეხმარება ამ ჩვენ წინსვლებში და დახმარებაში. რა თქმა უნდა, ფედერაციის თითოეულ მწვრთნელს, თითოეულ სპორტსმენს, თითოეულ მშობელს, რომელიც გვერდში გვიდგას მორალურადაც, ფიზიკურადაც და რა თქმა უნდა, სპორტსმენებს დიდი შრომა აქვს ამ საქმეში ჩადებული და შესაბამისად წელს ძალიან დიდი შედეგები გავაკეთეთ და ბოლოს უკვე ეს კატანძაროს საერთაშორისო ტურნირით დაგვირგვინდა რა. წელი იყო ძალიან დატვირთული, პრაქტიკულად ნახევარი წელია ჯერ გასული და უკვე პირველი რაც სასიხარულო იყო საქართველოს უშუს ფედერაციამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, გვანცა ქარჩავა გახდა ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი, რომელიც წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიიღებს დაკარში მონაწილეობას და გულოცავთ გვანცას და წარმატებებს უსურვებთ. დიდი მადლობა. მერე მოხდა ისე რომ თაიძიცუანის მსოფლიო ჩემპიონატზე გავაკეთეთ აქაც დიდი შედეგები. ასევე მერე ევროპის ჩემპიონატზე უკვე ქალაქ ლიონში საფრანგეთში პრაქტიკულად ისტორიული შედეგი დავდეთ 12 ოქროს მედალი, 6 ვერცხლი და 24 ბრინჯაოს მედალი, ანუ იმხელა რეიტინგი ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც საქართველოა, პრაქტიკულად ყველას უყვირდა და ცალსახად აღნიშნოთ რომ 26 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 590 სპორტსმენი და ამ რაოდენობაში რომ ყველა პრიზი თუ რამე იყო ჩვენ წამოვიდეთ ფაქტობრივად. მალავ. და ბოლოს უკვე საერთაშორისო ტურნირზე 9 ოქროს მედალი ისე მიღწევა ძალიან ალბათ ხო საქართველოს. პრაქტიკულად წელს რო იტყვიან დახონძლულები ვართ მედლებით და ხანდახან სიცილით ხუმრობითაც გვეუბნებიან ხოლმე საბაჟოზე ამდენი ოქროს მედლებით გაბაჟებას მოგთხოვენ. არა ჩვენ რა თქმა უნდა კიდე უფრო დიდი მიზნები და დიდი წინსვლებისთვის ვემზადებით, რომ წელს ბათუმში ტარდება საერთაშორისო ტურნირი და ვემზადებით ამ საერთაშორისო ტურნირისთვის 10 ქვეყანა აპირებს ჩამოსვლას, შეიძლება უფრო მეტიც და იმედები გვაქვს, რომ ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე კიდე უფრო მაღალ შედეგებს მედლებს ხო? კითხავთ ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს და გმირს სანამ გამარჯვებამდე მიხვდოდით, როგორი იყო, რა ჩახვედით, აი როგორი გარემო დაგხვდათ, ამდენად ძლიერი კონკურენტები იყვნენ და გამარჯვების შემდგომი ემოციები როგორი იყო? გამარჯვების შემდგომი ემოციები ძალიან გამიხადა, რა თქმა უნდა, პირველი ჩასვლა იყო ტურნირზე ევროპაში. იყო საერთაშორისო ტურნირი, მაგრამ ძალიან გამიხადა რა. ეს პირველი იყო, ხო, საერთაშორისო? დიახ, პირველი იყო. საქართველოში დიდი ბევრი წელი ჩავარდა მქონდა შეჯიბრებზე. ეხლა წელს დავიწყე საქართველოს ჩემპიონატით. და მე დიდ მიღწევას ვთქვი, მაგრამ ჯერ ამით რა თქმა უნდა არაფერი არ დასრულებულა. ეხლა დავიწყეთ. ეხლა ბათუმისაც ვემზადები საერთაშორისო, აქაც საერთაშორისო ტურნირი არის. მომზადებით რა თქმა უნდა ბევრს ვარჯიშობდით, შრომობდით. რა საკიდან დაიწყე ამ სპორტში საქმიანობა? როდის დაინტერესდა? ძალიან პატარა საკიდან დავიწყე, მაგრამ ვარჯიში სერიოზული მომზადება, როცა უკვე გავაანალიზე თუ რა საჭირო იყო და როცა უკვე მივხვდი რომ ვარჯიში საჭირო იყო. აი რა ვარჯიშია საჭირო, რო წარმოვედგინოთ, ეხლა დაახლოებით ეს არის ძალისმიერი სპორტი, გჭირდება რაღაც ძალა, ცხადია ყველა შეიძლება. როგორ რა ვარჯიშს გულისხმობს, აი როგორია რეჟიმი? ანუ სერიოზულად როცა დავიწყე ვარჯიში, ალბათ 1-5 წელი, 4 წელი იქნება. რა თქმა უნდა დავიწყეთ ყველა მნიშვნელოვანი ჩვენ სპორტში უშუში რა თქმა უნდა საჭირო არის ძალა რა თქმა უნდა ყველა ძალისმიერ სპორტშია საჭირო, მაგრამ აქ განსაკუთრებით ტექნიკა და გაწელვები არის საჭირო.
გაწელვის გარეშე წინ ვერ წახვალ ამ სპორტში. რადგან ანუ უნდა მოქნი უნდა იყოს შენი ორგანიზმი, რომ ფლობდი, ხო? ფლობდი შენ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ფლობა არის მთავარი ამ სპორტში. ჯერ თად მაღალ დონეზე არ ვარ მისული გაწელვაში, მაგრამ მაგასაც ვცდილობ, რა თქმა უნდა, ვარჯიშობ, შრომობ. რა შეიძლება მოწინააღმდეგებს, რამდენ ძლიერ მოწინააღმდეგები იყვნენ და რთული იყო თუ არა გამარჯვების მიღწევა. ძლიერ როცა ამარცხება პროფესიამოვნო, სუსტი დამარცხება რა უნდა. სხვათა შორის აი დათურას შემთხვევაში მოხდა ისეთ შემთხვევა, რომ ჩვენ განაცხადი ქონდა გაკეთებული 80 კილოგრამ-წონით კატეგორიაში და მოხდა ისე, რომ მოუწია მაღალწონით კატეგორიაში ასვლა და ძიმე წონაში რახან ავიდა პრაქტიკულად ცოტა ისეთი ერთგვარი განსაცდელი იყო ეს, მაგრამ გავამხნევეთ, მე მითხარი შენ ამას შეძლებ, შენ ამას გააკეთებ. მით უმეტეს ფინალში პირველი რაუნდი, ანუ 3 რაუნდი გრძელდება სანდაში ორთაბრძოლა და პირველი რაუნდი დამარცხდა და შესვენების დროს ერთწუთიანი შესვენება იყო, გავამხნევ, მე მითხარი ეს არაფერი არ არის, შეგვიძლია შეცვალო შემდეგი ორი რაუნდი. დაატრიალა და ბრძოლის ბედი მოატრიალა და პრაქტიკულად წარმატებით დაასრულა. სწორედ ის ახლა რაზეც საუბრობს, რომ მწვრთნელი გუნდი ყველა იყოს შენს გვერდით და ყველა ხალხს მიჭერდა. ფარხმალი არ დაყარო. მარტო წვრთნელის მამესმის ბრძოლის დროს. მწვრთნელის გარდა არაფერი არ მესმის. ხალხმა საერთოდ არ მესმის. მარტო წვრთნელი რასაც მეუბნება. უჯერებ? რო უჯერებ გამოდის. შედეგი არის. შედეგი რო უჯერებ გამოდის. რაც არ დავუჯერე, მაგიტო წავაგე პირველ რაუნდი, რომ დაბრუნებულობა მქონდა, ბევრს ფიქრობდი და რა დავუჯერე შემდეგი რაუნდები, ამოქაჩვა იყო რა. პირველ რაუნდი რაც დავუჯერე, პირველ რაუნდის ბოლო ნახევარი ქულები ამოკრიფე, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი. ეხლა ის პირველ ნახევარი ძალიან შეტევაზე გადმოვიდა და რა თქმა უნდა, წვრთნელის გახვევა საჭირო არის ეხლა რა. იცით რა მინდა გითხოთ, აი საერთოდ მაგალითიც ბევრ რამეს ნიშნავს, ხო? აი ავიღოთ ჩვენი კვარა. ნახევარიმა საქართველოს ფეხბურთი შეყვარა და უბრალოდ კი თამაში დააწყებინა. ეხლა როცა ვუყურებთ, აი ახალგაზრდობის წარმატების საუბრობთ, თქვენ თქვით ამდენი მედალი. ძალიან ბევრისთვის, აი მეზობლებისთვის, კლასიკელებისთვის შეიძლება გახდეს мотиваცია, რომ მეც რატომაც არა, ხო? და მიღწევადია ყველაფერი. აი ნახე მაგალითია. რა საკითხი შეიძლება ბავშვები დაინტერესდნენ და რა მონაცემებია საჭირო? აი მაგალითად დათუნამ მამამისმა მომიყვანა 5 წლის იყო და რო იტყვიან დარბაზში დარბოდა და თამაშობდა. პრაქტიკულად არც ვაძალებდი, უბრალოდ მინდოდა რომ მას შეეყვარებინა ეს სპორტი. ასევე ყავს მე დღესდღეობით ესეთი 5 წლის, 6 წლის ბავშვები, პრაქტიკულად ჯერ სკოლის ასაკში არ არიან და უკვე თამაშით ვარჯიშობენ. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ჩვენს წვრთნელები ვეუბნებით მშობლებს, რომ აი მშობელს რომ მოყავს ბავშვი, მინდა რომ მოვიყვანო ჩემი შვილი, რომ ივარჯიშოს, მე უტრიალდები ამბავს, ცალკე გამყავს მშობლის გარეშე და ვეკითხებ, შენ გინდა ვარჯიში? თუ მას უნდა, რა თქმა უნდა, ვკიდებთ სრულად ხელს ამბავს და ბოლომდე მიყვავს, იმიტომ რომ მას უნდა გქონდეს мотиваცია, მას უნდა გქონდეს მიზანი, რომ უნდადეს ამ სპორტში რაღაც შედეგი მიიღოს, თორე მშობლები და წვრთნელები კი არა და 1000-900 რომ მოინდომოს ამ ადამიანის წინსვლა თუ თვითონ თუ არ უნდა შედეგი არ იქნება და პირველ რიგში ვცდილობ რომ უშუალო კონტაქტი თითოეულ სპორტსმენთან, თითოეულ ადამიანთან პატარა ასაკიდანვე უშუალო კონტაქტი გქონდეს, რომ თვითონ სპორტსმენს მეტი мотиваცია, მეტი მიზეზი მისცე, რომ მან შედეგი დადოს ამ თუ იმ სპორტში, კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში და შესაბამისად უშუალო ურთიერთობა რო გვაქვს სპორტსმენთან, იქიდან გამომდინარე უკვე შედეგებიც მოდის, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და არა ის რომ გინდა თუ არა რაღაცა ძალდატანებითი იყოს, იმიტომ რომ ძალდატანებით ესეთი რაღაცა არ ხდება, მით უმეტეს საქართველოა და საქართველოში ესეთი იმით რომ აი გინდა თუ არა შრომა უნდა უყვარდეს, უნდა შეაყვაროს სპორტსმენს და როგორც კი უყვარდება და ხედავს ამ შრომის შედეგს მე თვითონ მეტი мотиваცია აქვს, მეტი მიზანი აქვს და მეტი წინსვლა აქვს და შესაბამისად მადლობა ღმერთს უკვე აი ეს წლების წინ დადებული აი ესეთი დაწყებული რო იტყვია ნიადაგით დღეს მივიღეთ უკვე ამხელა შედეგები. რა უნარებს ავითარებს სპორტის შესახებ? მე ესეთ რაღაცას გეტყვით, უშუ არ არის უბრალოდ საბრძოლო ხელოვნება. უშუში არის ძალიან დიდი ფილოსოფია, რა თქმა უნდა, აღმოსავლური და ჩვენ ქართველებს გვაქვს ზუსტად ეს აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის გასაყარზე ვართ და ძალიან ბევრი კულტურები გვაქვს შეთვისებული და მით უმეტეს ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას აქვს ის
დისციპლინა, ის სუბორდინაცია, რომელიც პირველ რიგში პატივისცემა უფროსების, უმცროსების, მეგობრების, ერთმანეთში გვერდში დგომა, თანადგომა. მე უშუალოდ პიროვნულად ანვითარებს მის მოქნილობას, ანვითარებს მის ორივე ჩვენი ტვინის ნახევარსფეროების ორივე მხარეების განვითარებას, იმიტომ რომ ძალიან გონივრული, იმიტომ რომ თუ არა გაქვს გონება მხოლოდ შენი ჯალით და შენი ძალით დიდ ვერაფერს ვერ მიიღებ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ძალა, მოქნილობა, ტექნიკა, გამძლეობა, ეს ყველაფერი აუცილებელია. მაგრამ არასაკმარისია. არა, ყველაფერი ერთიანად უნდა იყოს და თვითონ მიზანსტრაფა უნდა კონდეს თითოეულ ადამიანს, თითოეულ სპორტსმენს, რომ ეს დიდი შედეგები მიიღოს ამ ორთაბრძოლაში და არა უბრალოდ ორთაბრძოლა, არა იმიტომ რომ უბრალოდ ვიღაცას რაღაცა როგორც ვები არ არის დამჩაგრული პატივისცემა. კი, პატივისცემა. კი, ეს აუცილებლად და ზუსტად ჩვენ სპორტს რო შეხედავთ ბრძოლის დაწყების წინ არის აუცილებლად პატივისცემა, მისალმება, დამთავრების შემდეგ აუცილებლად მისალმება და დამშვიდობება როგორც სპორტსმენის, ასევე მწვრთნელების მიმართ და ეს ერთგვარად ანვითარებს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომ მეგობარი იქნება თუ ამ შემთხვევაში მტერი კი არა, მოწინააღმდეგე, რომელიც შენ გეხმარება შენ თვითონვე განვითარებაში და შენ თვითონ ზრდაში და წინსვლაში და თითოეული ინდივიდი ასე ვითარდება, იქიდან გამომდინარე, რომ პატივისცემა აქვს მოწინააღმდეგის, მწვრთნელის, ასევე მსაჯების, მაყურებლის და აი უბრალოდ რინგზე რო ადის, მინიმუმ 4-ვე მხარეს რო არ მოტრიალდეს და მისალმება არ გააკეთოს, ეს უკვე ითვლება უპატივცემულობად და შესაბამისად მსაჯიც კი მიუთითებს ამას, რომ ეცი პატივი შენს მოწინააღმდეგეს და აუცილებლად გააკეთე ის შედეგი, რაც საჭიროა. გოგონების თუ ყავს და თუ რა თქმა უნდა, აი წეღან ვახსენე, გვანცაკარჩო ჩვენ მიმართულება. გულისხმობ, რომ თუ არის ხოლმე ინტერესი გოგონების ძალიან დიდი. ხალხი ხედავ, რომ გოგონები ეგივე ჩვენი ოლიმპიელები იქნებიან, ძალიან ისეთი გააქტიურებენ. უშუო არის ორი მიმართულებით, როგორც კონტაქტური ორთაბრძოლა, ასევე საჩვენებელი. ტაოლუში, რასაც ქვია საჩვენებელი ტექნიკებში, მაქსიმალურად ძალიან ბევრი გოგოა ჩართული. ხანდახან იმასაც ვიტყვით ხოლმე, ამდენი გოგოები და ბიჭები რატოა ესე მოკლებული. თუმცა ბიჭებიც საკმაოდ ძლიერი ბიჭები ყავს. ასევე ნიკოლოზ ნუცუბიძე არის ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებაში 18 წლამდე ასაკში, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ნიკოლოზმა ლიცენზია ვერ აიღო წელს, მაგრამ მომავლისთვის ჩვენ იმედები გვაქვს, რომ უკვე 18 პლუსში ლიცენზიები რო გათამაშდება, დიდი იმედები გვაქვს, რომ უფრო მეტი შედეგებს დავდებთ საერთაშორისო და ოლიმპიურ ასპარეზზე. კეთილი და საომალო გეგმების შესახებ სანამ ვიყოდეთ, მინდა ასევე კითხო თქვენ თუ აი რამდენად დაინტერესდნენ ახალგაზრდები, თანატოლები, მას შემდეგ რაც თქვენ წარმატებების შესახებ გაიგეს და რატო ურჩევდით ახალგაზრდებს რომ დაინტერესდნენ სპორტის სამსახეობით? დაინტერესება ძალიან როგორ აგიხმოთ. უშუ სანდა არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ტექნიკური სპორტი არის. MMA შეიძლება გავიდეს იქ მოქცევა და მოიგოს, მაგრამ სანდაში პროფესიონალ სანდას წესებით ვიღაცა გამრელი უბრალოდ სპორტსმენი ვერ გაუქაჩავს, იმიტომ რომ აქ ისე დონეზე არის ტექნიკა და უკვე წესები აყვანილი, რომ უბრალოდ ჩხუბით ვერ მოუგებ რა. უნდა ვარჯიშობდე, სერიოზულად უნდა ვარჯიშობდე, ტექნიკა უნდა დახვეწო, უნდა გაიწელო რა თქმა უნდა და ანუ პროფესიონალ სანდა ძალიან მაღალ დონეზე არის ასული უკვე. და ახალგაზრდებს მაგალითად ჩემი მეგობრები უკვე დაინტერესდნენ ამ სპორტით. მე რომ მიყურებენ ახლა ბევრი გულშემატკივრობენ საქართველოსმაზე, იყვნენ მოსულები თბილისის პირველობაზე, საქართველოს თასზე. აქამდე არიცონ ეს სპორტი, მაგრამ ახლა სულ ჩართულები არიან ჩემი წყალი. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ არაერთი ახალგაზრდა შემოგიერთდებათ. ამ წელს დავაკვირდი უკვე, რომ ბევრი ბავშვი მოდის დარბაზში უკვე. ამ წელს ძალიან ბევრი იყო. გისურვებთ მოკლედ, რომ ეს უახლოეს გეგმები და საომალოც იყოს უფრო დატვირთული, ბევრი მედლი წარმატებები და რაც უფრო მეტი დაინტერესდება სპორტით, უფრო კარგი. წარმატებას გესურვებთ და გელოდებით ყოველთვის სიახლეებით, მედლებით და გამარჯვებებით. საქართველოს უშუ სანდას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თბილისის უშუს ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა სუმბულაშვილი და სპორტსმენი დავით დავითაშვილი თომრობდნენ.